ჩვენი სტუმარია ნინო კვიტაიშვილი კოალიციას ცვლილებისთვის წევრი. მადლობა სტუდიაში სტუმრობისთვის ნინო. აქ ხომ ჯანმრთელობაზე ადამიანის საუბარი, ყველაფერზე მაღლა დგას ადამიანის სიცოცხლე. ყველა მიცის ელენე შევიდა ძალიან მძიმე ბოდიშვიხტი დაავადებებით, ასე ვთქვათ, ქრონიკული დაავადებებით, როგორც თვითონ განცხადებაშიც უწერია პენტენციურ სამსახურს ციხეში, მას არასდროს უსაუბრია ამ საკითხზე. თვითონვე წერს პენტენციურ, რომ ეს ის დაავადებებია, რომელსაც გართულება ახლავს ხოლმეო პერიოდულად, მაგრამ ამის იქით არაფერი, დეზინფორმაცია უწოდეს შოთას გუშინდელ ბრიფინგს, ეს იყო პასუხი. დღეს ვნახეთ ელენესგან პასუხი, რომ ის ყველა სიტყვაზე პასუხს აგებს, რაც თქვა შოთა თუთბერიძემ. რაშია საქმე, რას ვადევნებ ჩვენ ახლა თვალყურს? არის თუ არა შურის ძიება ოპოზიციის ლიდერზე, რომელიც ვერ გატეხეს, მართლა ვერ დაამარცხეს და ერთადერთი რაც აი ამ მართლა არ ვიცი, სისასტიკით გამორჩეულს ასე ვიტყოდი, ამ რეჟიმს ამ წუთას შეუძლია ეს რომ ჯანმრთელობა დაუზიანოს ურეაგირობით ელენეს და რას ითხოვს? ეს არის აქ თავარი, ხომ? ელენე არ ითხოვს თავისუფლებას, მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციის ყველა ლიდერი, საერთაშორისო პარტნიორები ამას ითხოვენ. ბუნებრივია უსამართლოდ დაკავებულ ადამიანს. მოგესალმებით, მიესალმებით ელემაყურებელს და რა თქმა უნდა განსაკუთრებული სიყვარულით მიესალმები ელენეს და ყველა პოლიტიკატიმარს და ველით მათ ძალიან მალე გათავისუფლებას. ვითარება ძალიან მძიმეა ჯანმრთელობის მდგომარეობის თვალსაზრისით. მე მოვისმინე ჩვენთან მისი ჯანმრთელობის кейსის შესახებ, ანუ ზოგადად იმ როგორი იყო მისი მდგომარეობა ციხემდე და როგორ მოხდა ციხეში უკვე ამ მდგომარეობის დამძირება. თქვენ სწორი ბრძანეთ, რომ გამოუსწორებელი ზიანი შესაძლოა მიადგეს და რა თქმა უნდა ნებისმიერ პასუხისმგებლიან სახელმწიფოში ნომერ პირველი ეს არის ფუნდამენტური ის ასე ვთქვათ ფასეულობები, ღირებულებები და უფლებები, რასაც ქვია სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უფლება. ელენე არავის არაფერს არ თხოვს, ჩვენ ვიცით მისი უდრეკობის შესახებ, ჩვენ არაერთხელ გვინახავს ის ბრძოლაში და პოლიტიკურ საქმიანობაში და ზუსტად ვიცით, რომ ის არის ყველაზე საუკეთესო ალბათ მაგალითი იმისა, თუ როგორი უნდა იყო, როცა ხარ რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში. თავარი ამოცანა არის მის თავისუფლება. რატომ არის ეს თავარი ამოცანა? სწორედ იმიტომ არის, რომ პირველი ეს არის, რა თქმა უნდა, აბსურდული ბრალი და კარგად გავიხსენოთ, თუ ვინმე მოქალაქეს ეს არ ახსოვს დღეს საქართველოში, ელენე სასჯელს იხდის ახლა იმისთვის, რომ მან მარკერით გააკეთა წარწერა რაღაც ბანერზე. ოღონდ ეს იმ ქვეყანაში და იმ საქართველოში, სადაც მაგალითად იმავე წელს ბესიკის ქუჩაზე მთლიანად დააჭრელეს ჩვენი ოფისი წარწერებით, როცა დროას უვარდებოდნენ შარაშიძის ქუჩაზე და ახლა შეგვიძლია კვალი ამ წარწერების ნახოთ. როდესაც ეს ვანდალური დამოკიდებულება ხელისუფლებისგან დაგეშილი პირებისგან სახელმწიფოსთვის იყო მისაღები და ერთ ადამიანსაც ვერ გავიხსენებთ, ვინც აი ამ ვანდალიზმისთვის დასჯილა. და თქვენი შემთხვევაც უნდა გავიხსენოთ აქ ნინო, ხომ? მე მახსოვს როგორ გამოიყურებოდით თქვენ ამ თავდასხმის შემდგომ და ეს მართლაც აი არ ვიცი როგორ შეიძლება ეს აღიწეროს, ამის შემოქმედი რეჟიმი ელენეს აკავებს და 18 თვეს უსჯის იმის გამო, რომ მან რაღაც წააწერა ბანერზე, რომელიც დიდი ხანია ნაგავს აყრელზეა. ესე ამ ქვეყანაში დასჯადია ფერადი ალის გაშვება, ფეიერვერკის თუ რაღაც მსგავსის, ხომ? და დასჯადია ტროტუარზე დგომა, დასჯადია პირბადი სტარება, დასჯადია წარწერა და არ არის დასჯადი ადამიანის სიკვდილამდე მიყვანა პირდაპირი გაგებითაც და გულგრილობითაც. ესეც დანაშაულია სხვა ჯერს. თქვენ გაიხსენეთ ჩემი кейსი, რომელიც პირდაპირ ტიტუშკას უკავშირდება, მაგრამ უამრავი ამბავი ვიცით. სწორედ ჩემი ტიპის ზიანის, როდესაც ეს უკავშირდება პირდაპირ ძალოვან ადამიანს. ვითომ სამართალდამცველს, ანუ რეალურად ქვეყანაში, სადაც ადამიანის სიცოცხლე მათთვის ჩალის ფასადღირს, ბუნებრივია განა გვიკვირს ეს დამოკიდებულება. გაკვირვებით არ გვიკვირს, მაგრამ მთავარი მოთხოვნა აქ არის, რომ სახელმწიფო აღასრულოს თავისი ვალდებულება, შენარჩუნდეს ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა და რა თქმა უნდა ისედაც უნდა გათავისუფლდეს. ჯერ ერთი იმიტომ საერთოდ ისევ განმეორდები და ვიტყვი, რომ ისი ბრალი არის აბსურდული და ერთი რამ მინდა გავახსენო აი იმ ადამიანებს, ვინც აღნიშნავენ ხოლმე ოჯახის სიწმინდის დღეს, საუბრობენ მრავალშვილიან ოჯახებზე. ელენე არის 4 შვილის დედა, პოლიტიკოსი ქალი, ხო? ამავდროულად არ დაგვავიწყდეს, რომ ეს აღნიშვნა პირდაპირ უკავშირდება
ხოლმე რაღაც მათი განსაკუთრებული ღირებულებების წამოწევას. სათქრება ეს ღირებულებები, როდესაც ჯერი მიდგება მათ მიმართ ოპოზიციურად განწყობილ ადამიანებზე. არა, კი არ ქრება, უბრალოდ არ არსებობს ეს ღირებულებები და ეს არის მხოლოდ ეგრეთ წოდებული კანწინკისთვის გაკეთებული დოქტრინა, რომელიც უთხრა კობახიძემ ძალიან ღიად, ნულოვანი თანაგრძნობა ამ ხალხის მიმართო. ესე იგი, დანარჩენი საქართველო მათ გარდა ყველა, მათ მიმართ, ესე იგი, რამდენ ადამიანზეა საუბარი, ხომ? წარმოიდგინეთ, ნულოვანი თანაგრძნობა უნდა გქონდეს რეჟიმს. ესე იგი, ეს არის მოწოდება მათი პრემიერ-მინისტრის მხრიდან. ხო, აი ამ მოწოდებიდან გამომდინარე, ბუნებრივია, რომ ის გულგრილი დამოკიდებულება, ის იგნორირება პრობლემებისა და ადამიანის ჯანმრთელობასა და სიცოცხლესთან დაკავშირებული საკითხებს, როგორც იყო მაგალითად ქალბატონ ზია ამაღლობელის შემთხვევაში, როგორც არის უпростоრად, როგორც იყო ნინო დაკარგა, მაგრამ მაინც შედეგი იქნა მიწევრი საბოლოო ქალბატონმა ზია მხედველობა დაკარგა. აი ეს და ამ შემთხვევაში უკვე ელენე ხოშტარიას ეს კონკრეტული უკვე დამძიმება ჯანმრთელობის მდგომარეობაში სხვა არაფერია ეს დამოკიდებულება თუ არა სახელმწიფოს მხრიდან უკვე სახელმწიფოს დაკვეთით ადამიანების მიმართ წამების და არაადამიანური მოპყრობის განხორციელება. აქვე გავიხსენოთ საბას ხვიტარიძის შემთხვევა, რომელსაც დაუდგინდა ხო ეს ეპიზოდი, როდესაც მასზე ძალადობა შედგა, მაგრამ როგორც თქვენ არ გსმენიათ, როგორ დაისაჯნენ საბაზე მოძალადეები, ისე მე არ მსმენია, ხო? პრინციპში, როდესაც ჩვენ მართვის ფორმას ვეძახით რეჟიმს, რეჟიმის ბუნებაა სწორედ ასეთი, ხომ? უნდა მოგვეპყროს სასტიკად და გამოავლინოს თავისი ბუნება სხვადასხვა სახით. ელენეს შემთხვევაც ამის გამოვლინებაა. და არ დაგვავიწყდეს, რომ ელენე ისჯება არა მხოლოდ იმისთვის, რომ მან მარკერით გააკეთა წარწერა. ეს როგორც ასე ვთქვათ, საბრალდებო სარჩული იქნა გამოყენებული. რეალურად კი ელენე ხოშტარიას მიმართ ხელისუფლების დამოკიდებულება ამგვარი არის სწორედ იმიტომ, რომ ელენეში დაინახეს ძალიან იშვიათი შემთხვევა, როდესაც ადამიანი ვერაფერმა შეაფერხა, როდესაც ის ყოველთვის თავისი პრინციპების ერთგულია და მოქმედებს თავისი შინაგანი რწმენის, რომელიც სამართლიანობას ეფუძნება, ასე მოქმედებს ის თავის ცხოვრებაშიც, პოლიტიკაშიც და სწორედ ამიტომ არის რეჟიმისთვის ყველა ასეთი პირი საშიში. თქვენ ბრძანეთ იმ სასამართლო პროცესის შესახებ, სადაც შუამდგომლობა იქნა სადაც ნიკა გვარამიამ დააყენა ეს შუამდგომლობა დღეს და ხო, უნდა ემსჯელა ამ საქმის ფარგლებში მოსამართლეს, ასე მიიჩნია ყოველ შემთხვევაში სამართლებრივად სწორად ნიკა გვარამიამ იმ ესე იგი ერთ-ერთი საქმის ფიგურანტის შესახებ ელენე ხოშტარიაც იმ ოპოზიციონერ ლიდერთა შორის არის, ვისაც აი ამ ეგრეთ წოდებული საბოტაჟის საქმით ედავება ამჯერად 15 წლამდე პატიმრობით ემუქრება რეჟიმი და სუდათ არის ადამიანი და იმსჯელეთ მის ჯანმრთელობის მდგომარეობაზეო და თითქოს ეს მას არ ეხება. უარი იყო. ბუნებრივია, არ დაგვავიწყდეს თან, რომ მოსამართლე არის ქალი და ნულოვანი ემპათია აქვს ოთხიშვილის დედის მიმართ და ეს მან დღეს დაამტკიცა. სხვათა შორის აქვე მინდა არ შემიძლია უბრალოდ არ შევეხო იგივე ციხის ადმინისტრაციას, იმ ციხესაც ქალი მართავს, რომელსაც 3 შვილი ყავს და ძალიან გასაკვირია მისგან ასეთი ყურადღებობა და იქამდე ყურადღების არ მიქცევა, ვიდრე ამაზე არ დაიწყო ხმაური. და აქვე მინდა ერთი რამ აუცილებლად აღვნიშნო, რომ როდესაც ჩვენ საუბრობთ ქალ პოლიტიკურ ლიდერზე, რომელზეც გამოხმაურებები როგორც ქვეყნის შიგნით, კოლეგა პოლიტიკოსებისგან, მისი გუნდისგან არის და იქნება და რა თქმა უნდა სხვა ნაბიჯებიც იქნება გადადგმული, ამავდროულად საერთაშორისო დონეზეც აუცილებლად გვაქვს და გვექნება შესაბამისი გამოხმაურებები. მე მინდა დაფიქრდეს თითოეული რიგითი მოქალაქე ამ ქვეყნის, რომ როდესაც ასეთ გახმაურებულ ამბავზე არ ხდება ოპერატიული და სათანადო და სწორი გადაწყვეტილებების მიღება, რიგითი მოქალაქე რომ დაიჩაგრება და აუცილებლად დაიჩაგრება, ხო? სისტემაში თუ სისტემის მიღმა და ჩვენ ეს ვნახეთ გორის კადრებში, ხო? ძალიან კარგად. აი მათზე ვისი ხმაც ჩვენამდე ვერ მოვა, რომ ჟურნალისტებმა იხმაუროთ, პოლიტიკოსებმა ვიხმაუროთ, მათი ბედი როგორი იქნება ამ ქვეყანაში, როგორ ელენეს შემთხვევაში ორი კვირა, ნინო, ხომ? ორი კვირა ელოდა ადვოკატი რეაგირებას, როგორც გაერკვა მიმართული ქონდა, ხომ? ციხის ადმინისტრაციისთვის და ხელმძღვანელობისთვის და ორი კვირის განმავლობაში არავინ დაკავშირებია მათ, როცა საუბარია ჯანმრთელობის იმდენად მძიმე დაზიანებაზე, ყოველ შემთხვევაში გეუბნება, ხომ, ადვოკატი ადამიანის, რომ სასწრაფოდ არის ეს საკითხი გადასაჭრელი და
პასუხსაც არავინ ისცემს და მხოლოდ საჯარო ბრიფინგის შემდგომ იყო ეს პასუხი, მერე ატყდა ხმაური, ასე ვთქვათ, ეს რას მიუთითებს, ნინო, რომ აი ელენე ხოშტარია იმ ტიპის პატიმარია, პოლიტიკური და დღეს პოლიტიკური პატიმრებით არის ციხეების სავსე, რომელზეც გადაწყვეტილებას ვერ იღებს ციხის ადმინისტრაცია, თუნდაც მის ჯანმრთელობის დაუყოვნებლივი მოგვარების საკითხს ეხებოდეს ეს. აი აქ არის ზუსტად ყველაზე დიდი პრობლემა, რომ ციხის ვერავინ ვერაფერზე ვერ იღებს პასუხისმგებლობას, თუ არ გაიარეს ეს საკითხი ივანიშვილთან, იმიტომ რომ ხოშტარიას გაშვება არ გაშვების, მკურნალობა არ მკურნალობის, აი ამას რო ვამბობ, მზარავს ამის თქმა, ხომ? ყველა დარწმუნებული ამ ქვეყანაში, რომ ეს საკითხები წყდება მხოლოდ ერთადერთ ადამიანთან ამ ქვეყანაში. როგორც ყველაფერი ამ ქვეყანაში წყდება, რა თქმა უნდა, ერთ-ერთ ადამიანთან, იმიტომ რომ ჩვენ კარგად ვიცით რა არის ოლიგარქია და სწორედ ამ ვთქვათ ოლიგარქიული რეჟიმის პირობებში განსაკუთრებით ისინი, ვინც არ ვართ კეთილგანწყობილნი ამ რეჟიმის მიმართ, ვიღებთ მათი დამოკიდებულების სახით იმას, რაც ელენის შემთხვევაში ასე გამოვლინდა, სხვასთან სხვაგვარად ვლინდება და ერთი რამ აუცილებლად კიდევ ნახეთ, როცა გახდა ამბავი საჯარო, როცა დაიწყო ხმაური, ამავდროულად ამუშავდა პროპაგანდის მანქანა და ნუ საოცარი ტექსტები იგივე საჯელახსრულების უბრალოდ პენტენციური სამსახურის მხრიდან, იგივე მათი ტროლბოტების მხრიდან, ხო? ანუ რეალურად რასთან გვაქვს საქმე? მათ ეშინიათ საჯაროობის, იმიტომ რომ საჯაროობას ყოველთვის ახლავს, ანუ თან ახლავს უკვე მეტი ადამიანის ჩართვა პროცესში, მეტი ადამიანის ჩართვა უკვე ქმნის პროტესტის ფონს და რა თქმა უნდა, მათ ეშინიათ პროტესტის ტალღის და პროტესტის ზრდა მათთვის არის და ამავდროულად პროტესტის ფორმებიც მათ უქმნით აი ამ შიშის ნიადაგს. წინააღმდეგ შემთხვევაში ამ ბრიფინგსაც ისევე მიივიწყებდნენ და შემდგომ უკვე პოლიტიკოსებისაც თუ საერთაშორისო რეაგირებასაც ისე მიივიწყებდნენ, როგორც ბევრჯერ რაღაც სხვა მიუვიწყებიათ, მაგრამ ამ შემთხვევაში რეჟიმმა დაინახა, რომ შესაძლოა აი ეს პროტესტში მყოფი ადამიანები და ამ შემთხვევაში ისინი, ვინც ელენეს გუნდს წარმოადგენს, ვინც კოლეგა პოლიტიკოსები არიან, ვინც საერთაშორისო პარტნიორები არიან, შესაძლოა უკვე ისეთი ქმედებებისკენ წავიდეთ პროტესტის თვალსაზრისით, რომელიც რეჟიმმა წარმოიდგინა საკუთარ საფრთხედ. იმიტომ რომ სხვა უბრალოდ ახსნას ვერ ვუძებდი, რატომ შეიძლება 2 კვირის შემდეგ გქონდეს რეაგირება, ხოლო 2 კვირის წინ უბრალოდ უპასუხოდ ტოვებდე წერილს, ხო, ვიდრე ის არ არის საჯარო. კი ბატონო, და აქ კიდევ ერთხელ ჩვენი სოლიდარობა ელენეს და მისი საოცრად გაუტეხელი ხასიათი, მისი ვიდეო მიმართვა ციხიდან და საერთოდ ადვოკატიც აღწერდა ამას და ყველა, რომ დიდი ხანია მათთვის ცნობილია ელენეს ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების შესახებ, უბრალოდ ელენეს თავად არ სურდა ამ თემებზე საუბარი, ის ითმენს ამ ტკივილს, მაგრამ ის არაფერს არ ითხოვს განსაკუთრებულს, ყველა პატიმარს აქვს უფლება ჯანმრთელობა მისი იყოს დაცული და აქ საუბარია მკურნალობის გეგმის შედგენაზე, დამტკიცებაზე და იმ ექიმის მიერ კონსულტაციისა და მკურნალობის გეგმის გაწერაზე, რომელსაც ენდობა ელენე და რომელსაც აქვს შესაბამისი ძიმე დაავადებების მართვის გამოცდილება. რა თქმა უნდა, ეს ციხის პირობებში რომ წარმოუდგენელი ამბავი ესეც ცხადია, მაგრამ შეუძლებელია, ანუ არა მარტო წარმოუდგენელია, მე მიმუშავია კონკრეტულად იმ დაწესებულებაში წლების განმავლობაში და ვიცი, რომ ასეთი ტიპის ტვირთს საჯარო აღსრულება ვერ წევს, სწორედ იმიტომ, რომ ამას სჭირდება შესაბამისი როგორც ინსტრუმენტული, ისე ლაბორატორიული კვლევები, როგორც თქვენ ბრძანეთ, გეგმის გაწერა და რა თქმა უნდა კვალიფიციური მხარდაჭერა სწორედ იმ მედიკოსების მიმართ, ვინც მართავდნენ მის ჯანმრთელობას და ვისაც შეუძლიათ მისი ჯანმრთელობის გაუმჯობესება. კი ბატონო, აქ უნდა ვიკითხოთ ახლა პოლიტიკური ბრძოლის მეთოდებზე, იმიტომ რომ ხო, ივანიშვილის ხელშია ახლა ძალაუფლება და ვისაც უნდა იმას აკავებს, რა მიზეზითაც უნდა ისე აკავებს და ასე შემდგომ, მაგრამ მის თავზე მაინც ახლოვდება ეს ასე ვთქვათ შავი ღრუბლების დიდი ულუფა, თუ დღეს შევხედავთ რა დღე გავთენდა მოსკოვში, თუ შევხედავთ გამოხმაურებებს საერთაშორისო ლიდერების, რომლებიც აფასებენ ფრონტის ხაზზე, ვის ხელშია ამჯერად კოზირები,
და რომ პუტინი არც თუ ისე სახარბიელო ვითარებაშია, როცა ომი მიუბრუნდა ამდენი წლის თავზე მოსკოვის შუაგულში. გარდა ამისა, ჩვენ ხედავთ რეგიონში დასავლეთის ძალიან სერიოზულ ინტერესს და რეგიონის ქვეყნებს, რომლებიც ძალიან მარტივად აკეთებენ არჩევანს. შეუძლებელია აქ არჩევანი, რომელ მხარეს უნდა გააკეთოს ამ ქვეყნების მოქალაქეებმა, ამაზე დაფიქრდე, რომ არ იყო დამოკიდებული, ასე ვთქვათ, ასე ძალიან რუსეთზე, როგორც ეს ივანიშვილის შემთხვევაშია. მაგრამ პოლიტიკური ბრძოლის რა მეთოდები რჩება თქვენს ხელთ ახლა იმისთვის, რომ ეს რეჟიმი უბრალოდ შეცვალოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ ყველა ჯერზე გვექნება საუბარი იმაზე, რას დაგეგმავს ოლიგარქი, რას გადაწყვეტს, რას ჩათვლის ამ ეტაპზე სახარბიელო თუ სასარგებლო ტრიუკად და ასე შემდგომ. მინდა ბრძოლის მეთოდებზე ვიკითხო, ელენეს ამაზე ქონდა ვიდეო მიმართვა, მე იმაზე ვკონცენტრირდი, რა შემიძლია გავაკეთო, ვიდეო კი არა აუდიო. რა შემიძლია გავაკეთო? ძალიან შეზღუდულ ვითარებაშიც ყველა შეუძლია გააკეთოს რაღაც და ოპოზიცია, რომელიც გასაგებია, რომ მდგომარეობაშია, რა შეუძლია დღეს გააკეთოს ოპოზიციას უფრო ეფექტურად. სეველენეთი დავიწყოთ, სწორედ ამაშია ამ ქალის ძალა, რომ მას აი იმ საპყრობილეში წამების მსხვერპლად ყოფნის დროსაც კი შეუძლია იფიქროს, როგორ იქნეს მისი რესურსი გამოყენებული იმისთვის, რომ აი ეს ბნელი ძალა საბოლოოდ დამარცხდეს. რატომ ბნელი? ბავშვიც პირველი ფერებს, რასაც თქვათ, სწავლობს, არის შავი და თეთრის გარჩევა, ხო, ეს ელემენტარულია. ასევე ძალიან მარტივია გაარჩიო ნათელი და ბნელი ერთმანეთისაგან, ხო? ის რა არჩევანიც ამ უზურპატორ ხელისუფლებას გააჩნიეს, არის მათი ცნობიერი არჩევანი და მათი სწორედ იმ დაქვემდებარებული დამოკიდებულებიდან გამომდინარე, რომელიც აქვს მოსკოვის მიმართ. დარწმუნებული ვარ დღევანდელმა კადრებმა შიში და პარანოით, ასე ვთქვათ, პარანოია გაუარესა უпростоრად მას, ვისაც ჩვენ ოლიგარქს უწოდებთ, ბიძინა ივანიშვილი, უწოდებთ არა პრინციპში არის და აი აქედან გამომდინარე, ხა ჩვენ იმ ადამიანებს, რომლებიც ყოველთვის სწორ პოზიციაზე ვიდექით ქვეყნის ბედთან დაკავშირებით, ზუსტად ვიცით, რომ უკრაინის გამარჯვება რეგიონისთვის და საქართველოსთვის რა მნიშვნელობის არის, რაც შეეხება ადგილზე ბრძოლის და ანუ ჩვენი წინააღმდეგობის ხაზს, რა თქმა უნდა, წინააღმდეგობა გაგრძელდება, ის სხვადასხვა ფორმით გამოვლინდება, როგორც ელენეს თავისუფლებისთვის ბრძოლის, ისევე ზოგადად პოლიტპატიმრების გათავისუფლებისა თუ უკეთესი ქვეყნის უკეთესი მომავლის მიღწევისათვის. კი ბატონო, ელენემ დადო პირობა, რომ საზოგადოებას აქტიურად ამყოფებს საქმის კურსში, რა იქნება შემდგომი ნაბიჯი და ჩვენ მოუთმენლად ველით, რა თქმა უნდა, და არ ეგონოს ვინმეს, რომ ჩვენ ამ საკითხს მივივიწყებთ, მათ შორის პენტენციურ სამსახურშიც, ჩვენ ყოველდღურად ვიკითხავთ რა პროგრესია ამ საკითხთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ჩვენ გარეთ მყოფებს გვაქვს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა და ვალდებულება თითოეული პოლიტპატიმრის მიმართ და ეს ყველას გვახსოვს და თავისთავად რა მძიმე დაავადებებითაც უნდა შევიდეს პატიმარი ციხეში, იქ მისი ჯანმრთელობის გაუარესებაზე პასუხისმგებელი მაინც არის პენტენციური სამსახური და სახელმწიფო, ამიტომ მე მათ ადგილას ძალიან ფრთხილად ვიქნებოდი ამ საკითხთან დაკავშირებით, ძალიან მძიმე ტვირთის საწევას აპირებთ მეგობრებო და მგონია რომ ეს ძალიან დიდი საჯარო მონიტორინგის ქვეშ მოხდება ეს საკითხი და ელენეს კიდევ ერთხელ გამძლეობა, მას მხნეობა და გამძლეობის სურვილი არ ჭირდება, უბრალოდ უფრო მეტად უნდა გაუფრთხილდეს საკუთარ თავს.